სალამ მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენ მობრძანება ჩემს არხზე. მე ნინა ვარ და დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ ივნისის ფავორიტების შესახებ. ჩემი კონტეინერი გაიფსო და მოდით მივყვეთ პროდუქტებს. გამწმინდებით დავიწყებ და პირველი პროდუქტი, რომელიც უნდა გაჩვენოთ, არის ისანასგან, რომელიც სამწუხაროდ ვერ დავასრულე შეფუთვა, ანუ თითქმის იგივე რაოდენობის პროდუქტი არის შიგნით, რაც შევიძინე. ორჯერ გამოვიყენე სახეზე. ამ პროდუქტის შესახებ პატარა ინსტაგრამის ვიდეოც ჩაგიწერეთ, რევიუ. ძალიან ცუდად გამოსაყენებელი დამაკიაჟის ბალმია. ისეთი სქელი ტექსტურა აქვს, ისეთი არასასიამოვნო გამოსაყენებელია. მით უმეტეს, როცა დამაკიაჟის ბალმს მშრალ კანზე იმასაჟებ, თითქმის არ ნაწილდება კანზე, იზილება, ძალიან მძიმე ტექსტურა აქვს. ანუ ინგრედიენტები შეფუთვაზე რო წაიკითხავ, ძალიან კარგი აქვს, მაგალითად 24% გლიცერინი, 5% შიის კარაქი, პარფიუმის გარეშე ფორმულაცია, 100 მილilitrიანი მოცულობით ფასიც საკმაოდ დაბალი ასეთი მოცულობისთვის. ანუ რო წაიკითხავ იდეალური თან გამოწერის გარეშე ხა მე გერმანულ ბაზარზე შემიძლია რომ შევირბინო პირდაპირ როსმანში და შევიძინო არაჩვეულებრივი, ანუ ესეთ აროზე დადებული წარწერები ძალიან მოგეწონება, მაგრამ როგორც კი სახეზე დაიტან, აი ძალიან ცუდი ტექსტურა აქვს, ძალიან არასასიამოვნო ტექსტურა აქვს. ემულგაციის პროცესი თითქმის არ მიმდინარეობს, ანუ წყალთან კონტაქტის მერე ისეთ არასასიამოვნო ზეთოვან, წებოვან ტექსტურას და შეგრძნებას გიტოვებს კანზე, რომ აი აუცილებელია ესეთი უფრო ძლიერი მეორე საფეხურის გამწმენდი გამოიყენო, რომ რამე არ დაგრჩეს კანზე და ყველაფერი აუცილებლად კარგად ჩამოიბანოს სახიდან, რაც როგორც წესი დემაკიაჟის ბალმებისთვის და ჰიდროფილური ზეთებისთვის აუცილებელი თემა იმ მხრივ არ არის, რომ ნუ რა თქმა უნდა მეორე საფეხურის გამწმენდს ვიყენებთ, რომ აი რამე არ დაგრჩეს. ფორების გასუფთავებას მივყვეთ, ხო? ამ პროდუქტის შემთხვევაში მეორე გამწმენდს ვიყენებდი იმისთვის, რომ ეს არ დამრჩენოდა. მოკლედ, წითელი მეორეჯერ არ შევიძენ, არც თქვენთვის არ გავუწევ რეკომენდაციას. ისანა დიდი იმედგაცრუება იყო სამწუხაროდ. შემდეგი გამწმენდი არის უშუალოდ ფორების და კანის გასუფთავებისთვის, ეს არის ორდინერის გლაიკოლიპიდ კრემ გამწმენდი. ესეც, მოკლედ, 150 მილilitrიანი შეფუთვა, გახსნიდან 12 თვე ახსვა და ეს ერთ-ერთი შედარებით უფრო ახალი პროდუქტია ორდინერისგან. ორი ახალი გამწმენდი დაამატეს 2024-ში, თუ სწორად მახსოვს, და ეს ერთ-ერთი მათგანია. მე მგონი ეს ნოემბრის ფასდაკლებაზე შევუკვეთეთ, გასული წლის ნოემბრის ფასდაკლებაზე, თუ სწორად მახსოვს. მე მგონი კი, მაგრამ ჯერ რაღაცა პროდუქტი მქონდა გამწმენდი გახსნილი, სანამ ის დავასრულეს, მერე სანამ ეს 150 მილilitrიანი შეფუთვა დასრულდა. მოკლედ, აქამდე მოვედით. ამას ყვითელი უნდა მივცე, ნუ თვათ ის თემა არ არის, რომ წითელი და ვერ გამოვიყენე და რეკომენდაციას არ უწევ და ნუ თვად ეგრეც არ არის ყვითელი, მაგრამ ჩემთვის არისო. მე ასეთი ძალიან მსუბუქი, ძალიან აი ასე მგონია ალოეს ლოსიონს რო ვისმევ სახეზე, აი მაგ შეგრძნებას რომ მიტოვებს, აი ეგეთი გამწმენდი იყო ჩემთვის. რაც მიუხედავად იმისა, რომ მშრალი კანი მაქვს, ხსნობიარე კანი მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ცივ სეზონზე ვიყენებდი, ჩემთვის მაინც არ არის. ანუ ის შეგრძნება უნდა მქონდეს, რომ გამწმენდი რაღაცას აკეთებს. იმას არ გულისხმობ, რომ აი ისე შამპუნივით უნდა გაფრთებოდეს სახეზე. ეგ არა. დღეს ვიცნობთ, რომ თანამედროვე გამწმენდის საშუალებები სულაც არ არის აუცილებელი, ეგეთი ძლიერი ქაფით იყოს, რომ თავისი საქმე შეასრულოს და კანი და ფორები კარგად გაასუფთავს. მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილად მქონდა შეგრძნება, რომ გამწმენდს საერთოდ არ ვისმევდი და რაღაცა უბრალოდ დამადენიანებელი თხელი ემულსია ან ლოსიონი იყო. არ მომეწონა ჩემი კანისთვის. შეიძლება დილის რუტინაში გამოიყენო, თუ ხარ ადამიანი, რომელსაც მაინც უყვარს დილით რაღაცა გამწმენდის გამოყენება და მხოლოდ წყლით სახით ჩამობანა საკმარისი არ არის. კი ბატონო, მაგისთვის შემიძლია წარმოვიდგინო, რომ კარგი არჩევანი იქნება. მე ზამთარში რაღაცა ეგეთი არ მჭირდებოდა. ეხლა ცხელ სეზონზე შემიძლია ვთქვათ, აი თუ ძალიან გიცხიმიანდებათ ძილის დროს კანი და დილით მაინც სანამ ვთქვათ მაკიაჟზე და დილის რუტინას და ასე შემდეგ გადახვალთ. რაღაცა მსუბუქი გამწმენდი მაინც გიყვართ რომ გამოიყენოთ, კი ბატონო, მაგისთვის კარგი იქნება. მაგრამ ისე რეალურად აი ყოველდღიურ მსუბუქ ქიმიურ მზისგან დამცავსაც კი ვერ ვანდობდი, რომ კარგად ჩამოასუფთავებ და დღის ბოლოს სახეს ისეთი მსუბუქი იყო. არ ვიცი. ორდინერის გამწმენდებს როცა ეხება საქმე, მიჭერს მაგათთან რაღაცა ისეთი ვიპოვო, რაზეც ვიტყვი, რომ აი ძალიან მომეწონა და ძალიან კარგი იყო და ასე. შემდეგია K-Secret-ის შრატი Sol 9088-ის ხაზიდან. ეს არის ლიპოსომური რეტინალის 2%-იანი ლიპოსომური რეტინალის და შავი ჯინსენის შრატი, რომელიც არის 30 მილilitrიანი და გახსნიდან 12 თვე აქვს ფამფის თავსახურით. ეს არის ჩემი მეორე შეფუთვა. წელს ერთი ასეთი შეფუთვა უკვე დავცალე. ამაზე დეტალური ვიდეოც მქონდა, როცა ორდინერის რეტინალს შევადარე ეს პროდუქტი. თუ გაინტერესებთ, შემიძლია ქვემოთ დაგილინკოთ ეგ ვიდეო და დეტალურად ავხსენი და ვისაუბრე ამ პროდუქტის შესახებ და შევადარე ორდინერის რეტინალს. მეორე პროდუქტი, მეორე შეფუთვა მე არ მიყიდი ამათალი რო გითხრათ, პირველი ვიყიდე და მეორე 1+1 თუ რაღაც ეგეთი აქცია იყო და საჩუქრად მოყვა ბრენდისგან. მე ამ რეტინალს ვიყენებ ისეთ დღეებში, როცა ორდინერის რეტინალს არ ვიყენებ.
კოლცბელად რო გითხრათ, ჩემთვის უფრო ეგეთია, იმიტომ რომ ძალიან მსუბუქი არის დამწყებთათვის, ძალიან მგრძნობიარე კანისთვის. ეხა პირველად ტესტავ რეთინალს და არ ვიცი საერთოდ ჩემგანი როგორ მიიღებს და რაღაცა ძალიან მსუბუქი მინდა რომ შესაძლო გაღიზიანება და სიმშრალე ავირიდო თავიდან. არაჩვეულებრივი არჩევანია, არაჩვეულებრივი ძალიან მსუბუქი დამწყებთათვის და ძალიან მგრძნობიარე კანისთვის გამოსაყენებელი რეთინალის პროდუქტია. მე ცოტა, მე არ ვიცი რამდენი წელია. ოკეი, უშუალოდ რეთინალს 4 წელი ალბათ, ხო? რაც რეთინოლიდან რეთინალზე რაც გადავედი, მე 4 წელი მიმდინარეობს, ახლა 2025 იქნება მე-4. მესამეს მინიმუმ დავასრულებდი. ამიტომ, ჩემთვის უკვე ძალიან მსუბუქია, მაგრამ სხვა ინგრედიენტები შეგნით ისეთი კარგია, თუნდაც მხოლოდ შავი ჯინსენის ფესვის ექსტრაქტი რო ავიღოთ. ეგ უკვე არაჩვეულებრივია. კარგი ინგრედიენტები შესაძლო გამაღიზიანებლების გარშე ძალიან სასიამოვნო თხელი შრატის ტექსტურა, კარგად შეიწოვება, სასიამოვნო გლოუს ტოვებს, ნებისმიერ კანისტებისთვის შემიძლია გავუწიო რეკომენდაცია. დამწყებთათვის თქვენ 20-იან წლებში თუ გინდათ რომ უკვე ვთქვათ რეთინალზე გადახვიოთ, მაგრამ რაღაცა არ ვიცი, რეცეპტის რეთინალი და რაღაცა ეგეთი არ გინდათ. კი ბატონო, არაჩვეულებრივი არჩევანია. მე როგორც გითხარით, ვიყენებდი ისეთ დღეებში, როცა ორდინარის რეთინალს არ ვიყენებ, თუმცა სიმას ანიშნავს, რომ ცუდი პროდუქტია. როგორც გითხარით, ორივე შეფუთვა ძალიან დიდი სიამოვნებით გავცალე. მოთე ხა სხვა რეთინალები მაქვს კიდე რომელთა გატესტვაც უნდა დავიწყო უკვე დამაგვიან და ისედაც. ამიტომ კიდე სეზონისთვის რა შემიძლია გირჩიოთ? როგორც იცით, მე არ ვწყვეტ ზაფხულში რეთინალის გამოყენებას. შესაბამისად, ჩემს არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ თუ გაქვთ ის მომენტი, რომ თქვენს თავს ყველაზე კარგად იცნობთ და თუ გაქვთ ის მომენტი, იცით, რომ მე ხა ისეთი რაოდენობის მზისგან დამცავს არ გამოვიყენებ, როგორც საჭიროა. ამავიწყდება, არ განვიახლებ, მზეზე ვიქნები, როგორც მე ვიღებ ისეს. მაგრამ ვთქვათ ისეც არ გინდათ, რომ შეწყვიტოთ რეთინალის გამოყენება და მე თავიდან დაწყება და კანის მიჩვევა და რაღაცა მთელი ისტორია არ მოგიწევთ. არჩეულებრივი არჩევანი იქნება ცხელი სეზონისთვის, შედარებით უფრო მსუბუქი რეთინალი, მაგრამ მაინც არ წყვეტთ რეთინალის გამოყენებას. მე ვფიქრობ, რომ კარგი იდეა იქნება. ოკეი, შემდეგი პროდუქტი. ამაზეც მქონდა დეტალური ვიდეო PDR-ნის შესახებ, როცა ჩავწერე. PDR-ნი არის ორაგულის სპერმის DNM-ი და ეს არის ანუას PDR-ს პლუს ჰიალურონის მჟავა. 30 მილilitrიანი შრატი, რომელსაც გახსნიდან 6 თვე აქვს ვადა. ეს არის 0.1%-იანი PDR-ნით, ანუ მინიმალური თერაპიული ზღვარი. ძალიან მსუბუქია თუ უშუალოდ PDR-ნის შესახებ ვსაუბრობთ და რა არის PDR-ნი და რისთვის არის და ასე შემდეგ. გირჩევთ ნამდვილად რომ დეტალურ ვიდეოს ვუყუროთ. ხა ამ ვიდეოში აქ არ დავიწყებ იმის ახსნას PDR-ნი რა არის. მე ვფიქრობ რომ საინტერესო ვიდეო გამოგვივიდა და უფრო ძლიერი პროდუქტები რომლებია ამასთან შედარებით, თუ რაღაც უფრო ძლიერს გამოყენება გინდათ, იმის რეკომენდაციებიც მოგეცეთ იმ ვიდეოში. ამ პროდუქტს რაც შეეხება, მე ყველაზე მეტად მესიამოვნა ამ პროდუქტის glow. ისეთი სასიამოვნო glow აქვს. მართალი რომ გითხრათ, უფრო ტონერის ტექსტურა აქვს ვიდრე შრატის. წყლის, თხელი სუბუქი, ჰაეროვანი ტონერის ტექსტურა უფრო აქვს ვიდრე შრატის, მართალი რომ გითხრათ, ამის შემდეგ დანარჩენ შრატებს მე ვარ არებდი ზემოდან. ეს იყო პირველი, რომელსაც ვიყენებდი სახის გასუფთავების შემდეგ, რეალურად ტონერი ან ესენციას ადგილი, სადაც არის რუტინაში, დაახლოებით იმ ადგილას, ისეთი მსუბუქი და ისეთი თხელი ტექსტურა აქვს. ამიტომ აქედან გამომდინარე, ნებისმიერ კანისტებისთვის შემიძლია გავუწიო რეკომენდაცია. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დაიტანთ სახეს და შემდეგ საკმაოდ ძლიერ გლოუს ტოვებს. ამიტომ ვთქვათ, კომბოც ხიმიან კანზე ამ სეზონისთვის ახლა შეიძლება თქვენ პირველი არჩევანი არ იყოს. მაგრამ მე უფრო გარდამავალი სეზონისთვის მომიწია ამ პროდუქტის გამოყენება და ჩემს მშრალი კანისთვის, განსაკუთრებით დილის რუტინაში. მაკიაჟის ქვეშ, მზისგან დამცავის ქვეშ. ისეთი არაჩვეულებრივი იყო, ისეთი სასიამოვნო გლოუს და რაღაცა ცოცხალ, ფუფულა შევსებულ, ელასტიურ ეფექტს აძლევდა კანს. ძალიან სასიამოვნო იყო და რეალურად PDR-ნიც მაგისთვის არის. კარგად გაკეთებული შრატია, ძალიან. უშუალოდ მაინდა-მაინც PDR-ნის ეფექტი მივიღე კანზე თქო მაგას არა, მაგრამ საერთო ჯამში ერთიანად აღებული ძალიან სასიამოვნო შრატი იყო, საინტერესო ინგრედიენტებით, კარგად დამზადებული, ფასი ცოტა მეძვირა, მართალი რომ გითხრათ, იმ პროცენტული მაჩვენებლისთვის, რაც არის შეგნით PDR-ნი, მაგრამ და გაითვალისწინეთ, რომ ორაგულის სპერმის შესახებ ვსაუბრობთ, ვეგანური ფორმულაცია ამ შემთხვევაში არ არის თუ ეგ ვინმესთვის მნიშვნელოვანია, ეგეც გავითვალისწინოთ. შემდეგი ორი შრატი, ორივე არის ისანასგან, ერთი არის ნიაცინამიდი 5%, ნიაცინამიდი 5% გლიცერინი. და მეორეა 5% პანთენოლი, 5% სკვალენი. ამ 5%-ებით რაღაცა პატენტი აქვს ამ 5%-ებზე აღებული თუ რა არის, არ ვიცი. ორივე არის 30 მილilitrიანი შეფუთვით, ორივე არის პარფიუმის გარეშე. მართალი რომ გითხრათ, მე ნიაცინამიდი გლიცერინის შრატი უფრო მომეწონა. ტექსტურა უფრო სასიამოვნო გამოსაყენებელი იყო. ვერ გეტყვით ახლა რომ ჩემ ფავორიტი ნიაცინამიდი შრატი იყო, თქო. ნამდვილად არა, მაგრამ შრატს რაც შეეხება, როგორ ჩამოდის პიპეტიდან, როგორ ნაწილდება კანზე, ამისთვის რეალურად შრატი ფულს გადავიხდი, მე რა ბიუჯეტურია, ჩემი ფულია მაინც და მივიღო ის რისთვისაც ვიხდი იმ ფულს. აქ ისეთი ჯერთი ასეთი პიპეტის შეფუთვა არასწორი იყო ამ პროდუქტისთვის. ძალიან უჭირდა ჩამოსვლა. არ ვიცი, ახლა შეგრძნა მაქვს, რომ ნახევარი პროდუქტი კიდე შიგნით არის, თქო. ძირზე დარჩენილი, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ამოქონდა.
ნახევარი პიპეტი პროდუქტი რომ მაინც მიგეღო. ერთ ისეთი სქელი ტექსტურა ქონდა სახის გადასანაცვლებლად, ცოტა მეტ პროდუქტიც გჭირდებოდა. აი ნახევარ პიპეტზე რო ასულიყავ, ერთი სამჯერ უნდა მოგეღო პროდუქტი. მოკლედ, პიპეტი არ არის ხა ის ტექნოლოგია, ისანა, რომ 2025-ში ეგ გვიჭირდეს. რა მნიშვნელობა აქვს პროდუქტი რა არის? ანუ ხო ხტებით რა ეს რაღაცა ჰაერი რო არ შედის ისეთი ფამფის თავსახურიდან. პიპეტი ძალიან გთხოვთ, ხა ეგ არ უნდა გვიჭირდეს. ამიტომ აქ ეს ამას მეორეჯერ აღარ შევიძენ და ისეთი სქელი ტექსტურა აქვს, რომ საკმაოდ მშრალი კანი უნდა გქონდეთ, რომ მოგეწონოთ ამ პროდუქტის გამოყენება კომბოცხიმიან კანზე. მიუხედავად იმისა, რომ არც სქვალეინია, მძიმეზეთი და პანთენოლი ნებისმიერი კანის ტიპისთვის არაჩვეულებრივი ჰიდრატორი დამამშვიდებელი ინგრედიენტია. ტექსტურა ქონდა ისეთ ცუდად გაკეთებული პროდუქტს, რომ აი ამ ინგრედიენტების გემრიელობა ისევე შევიგზენ კანზე, როგორც უნდა ყოფილიყო ტექსტიდან გამომდინარე, რაც აწერია შეფუთვას. ნიაცინამის და გლიცერინს რაც შეეხება, ეს უფრო სასიამოვნოდ გამოსაყენებელი, უფრო შედარებით უფრო სასიამოვნოდ გამოსაყენებელი შრატი იყო. ნუ 5% ნიაცინამიდი საკმაოდ დაბალი პროცენტული მაჩვენებელია. გრძნობიარე კანისთვის პრინციპში უკვე თერაპიული ზღვარია, ამიტომ თუ მაინც 10% ნიაცინამიდი არ არის თქვენი თემა, არანაირი პრობლემა. ესეც თავისუფლად საკმარის თემაა, იმხრივ თერაპიულ ზღვარში ვართ უკვე როცა 5% ნიაცინამიდს ეხება საქმე. არ გეტყვით, რომ ჩემი პირველი არჩევანი იქნება, როცა ნიაცინამიდს ეხება საქმე, თუმცა როგორც ასეთი ცალკე აღებულ პროდუქტს ხა წითელს ვერ მიცემ მაგის გამო, ყვითელი და ოკეი, შრატებს. ერთი ესენცია დამრჩა, ესეც K სეკრეტისგან არის, იგივე ხაზიდან Sol 988. ეს არის ლოკოკინას მუცინის ესენცია, 97% ლოკოკინას მუცინი, ფილტრატი და ბრინჯი. ეს არის 100 მილiliტრიანი შეფუთვა, რომელსაც გახსნიდან 12 თვე აქვს და ფამფის თავსახურით. ნუ, ძალიან კლასიკური ლოკოკინას მუცინის ფილტრატის პროდუქტი. ესეთი ბლანდი, ლოდნავწებოვანი ტექსტურა, რომელიც ესე ვთქვათ, უფრო სუბუქი წყლის ტექსტურით ნაწილდება შემდეგ კანზე, ძალიან სწრაფად შეიწოვება, წებოვანი ეფექტი არ აქვს, დანარჩენი შრატები და პროდუქტები ძალიან მარტივად ნაწილდებოდა ზემოდან. დილა საღამოს რუტინაში ვიყენებდი, ორივე რუტინაში თავისუფლად შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ. კარგი ჰიდრაცია იყო, თუმცა ვერ გეტყვით, რომ აი ესეთ ძლიერ ცივ საღამოებზე მაგალითად, მხოლოდ ამ ესენციის იმედზე ვიქნებოდი, რომ საკმარის ჰიდრაციას მომცემდა ესეთი ცივი დღეებისთვის უფრო მშრალ გამომშრალ კალზე, ჩემთვის ცოტა უფრო მსუბუქი იყო. მე რაღაცა უფრო ძლიერი, უფრო მეტი ჰიდრაციის და გლოუს მომცემი პროდუქტები მჭირდება, რომლებიც შემდეგ ნარჩუნდება კიდეც კანზე. მაგისთვის ეს უფრო მსუბუქი იყო. ერთი შეფუთვა სხვათა შორის ეხაც მაქვს გახსნილი, აქაც სისტემა იყო, რომელსაც 1+1 საჩუქრად მოყვა მეორე პროდუქტი. ის გახსნილი მაქვს, ვიყენებ, დილის რუტინაში განსაკუთრებით სასიამოვნოა, მაკიაჟის ქვეშ, როცა რაღაცა მძიმე არ გინდა, დღესაც მისვია მაგალითად ჩემი მაკიაჟის ქვეშ და დამატენიანებლის ქვეშ, როცა რაღაცა ესეთი მძიმე არ გინდა, რომ არა იკერცლოს, ეხა ფენა. ერთმანეთზე გადატანებული. მაგისთვის კარგი იყო, თუმცა საღამოს რუტინაში ცოტა მაკლდა მშრალ კანზე. მე ვფიქრობ, რომ კომბოცხიმიან კანზე უფრო მოგეწონებათ. უფრო საკმარის ჰიდრაციას მოგცემთ, რაც ეგეთი კანის ტიპს უფრო სჭირდება. ჩემთვის ცოტა მე ცოტა მეტი მჭირდებოდა. ოკეი, და იგივე ხაზიდან მოდით შემდეგ. მე მგონი ეს ხაზი საბოლოოდ. მე მგონი ყველა პროდუქტი მაქვს. თვალის კრემი გახსნილი მაქვს. ამაზეც მქონდა პატარა ვიდეო Instagram-ზე, ჯერ არ დამიმთავრებიან ნახევარზე ვარ ჯერჯერობით, ამიტომ თვად ეხა ამ ვიდეოში რევიუს გაკეთება არ მინდა. ვისაც გაინტერესებთ მარაგები შეივსება შემდეგ კვირაში ამ პროდუქტის თამთასთან ჩვენს ონლაინ შოპში. დიდი რაოდენობით არა ვაღონთ იცოდეთ, ამიტომ ვისაც გინდოდათ დროულად მიწერეთ თამთას. მე მომწონს სასიამოვნოა ძალიან, დიდი სიამოვნებით ვიყენებ, განსაკუთრებით ყელზე, ყელის ხაზებზე, თვალზეც. მოგეთ. ამ ხაზიდან ზეთი მაქვს გახსნილი. ჰიდროფილური ზეთი, იმიტომ რომ ნუ ეს ხო ვერ გამოვიყენე და პირდაპირ დემაკიაჟის ახალი პროდუქტი გავხსენი, ოღონდ ისიც სადღაც შვამდია ჯერჯერობით, შემდეგ კი ფავორიტების ვიდეოსთვის დაცლილი იქნება და შემდეგ ვისაუბროთ მაგაზე და დამატენიანებელი. მე მგონი მთელი ხაზი გავტესტე. ეს არის დამატენიანებელი, ესეც ლოკოკინას მუცინის ფილტრატზე დამზადებული დამატენიანებელია, ოღონდ აქ 93% გვაქვს და ასევე ბრინჯი. ესეც 100 მილiliტრიანი არის, ამასაც გახსნიდან 12 თვე აქვს ვადა. ეს ვიყიდე მინდოდა შემედარებინა თიამის ლოკოკინას მუცინის და აზულინის ძილის ნიღაბისთვის, რომელიც რეალურად დამატენიანებელია, რომლის მარაგების სამწუხაროდ ამ ჯერზე ვერ შევახსენე, იმიტომ რომ ჩვენს მომზადებელთანაც ამოყიდული იყო, ამიტომ სამწუხაროდ ეგ არ იქნება ამ სეზონზე, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან კარგი აზიური სენდელას გელ დამატენიანებელი გვაქვს სამწუთას თბილისში მარაგში, რომელიც თუ კომბოცხიმიანიდან გაქვთ, ეხლა ამ ცხელ სეზონზე, აი, დამიჯერეთ ძალიან მოგეწონებათ. ძალიან თამთასაც თავისთვის ეგ აქვს ახლა გახსნილი. თან თუ მაგალითად წითელი ლოყები გაქვთ, ზოგადად გიხურდა წითლები გაწუხებთ, ისიც შეგიძლიათ როგორც თიამის ძილის ნიღაბი ჩააციოთ და აი დაიფინოთ ზუსტად ამ წითლებზე, ტემპერატურას დაწევს, კანს დაამშვიდებს, წითლებს მოხსნის.
ძალიან კარგი პროდუქტია ცხელი სეზონისთვის ახლა. ამას რაც შეეხება, როგორც გითხარით, თიამის დამატენილებისთვის მინდოდა შედარება, ვერაჯობა. ამას ყვითელს მივცემ, ამას მეორეჯერ აღარ შევიძენ ჩემთვის, თუმცა ცუდი პროდუქტია, ნუ რასაც გაძლევთ უკოკენას მოცენი რეალურად ეგა. უბრალოდ ამაში რეალურად მეტი არაფერი. ამას ქონდა ეს მეტი, ამას რო გახსნედი, იღვინთებოდა პირდაპირ პროდუქტი. აი, ოდნავ ტექსტურა რო ქონოდა. ასე მეგონა რომ რაც ვისმევდი სახეზე. რაც გარდამავალი სეზონისთვის საღამოს რუტინაში მაინდა-მაინც ჭკვიანური აზრი არ იყო და ეხა მეორე დამატენიანებელი მაქვს აქ, რომელსაც ვიყენებდი ზემოდან, უფრო ცივ საღამოებში, როცა ამისი დატენიანება ყოფნიდა. იმიტომ რომ ჩემ მშრალი კანისთვის საღამოს რუტინაში თუნდაც გაზაფხულზე ვიყენებდი, ბოლო 2 თვე, მაინც ცოტა იყო, არ მყოფნიდა. სასიამოვნო სრიალო ტექსტურა აქვს, მარტივად შეიწოვება, არ იწებება, შესაძლო გამაღიზიანებლებს გარეშეა, ყველაფერი. ფორმულაცია სულ ვერ ვსვერვდი. ტექსტურას მივცემდი ცოტა მეც. აი, არ ვიცი, ბრინჯი ან ფერმენტაცია ან რაღაცა ოდნავ ტექსტურა მიეცა. აი, როგორც დამატენიანებელი კრემი ისე გამომეყენებინა და არა როგორც შრატი. კრემის სახელით. იმიტომ რომ ჩემი კანისთვის იყო ძალიან თხელი. ეგ გაითვალისწინეთ, თუ ვინმე გატესტავთ, ძლიერად ცხიმიან კომბოკანზე უფრო გავუწევდი რეკომენდაციას, თქვენთვის უფრო სასიამოვნო გამოსაყენებელი დამატენიანებელი იქნებოდა, ჩემი აზრით, ჩემ მშრალი კანისთვის ფავორიტი არ იყო ნამდვილად. ამიტომ საღამოს რუტინაში ხშირად, როცა ამისი ჰიდრაცია არ მყოფნიდა, მცირე რაოდენობით, აი ამას ვისმევდი ზემოდან, ეს არის ელსტერა. ესეც კორეული ბრენდი არის, ეს არის მათი ათობარიერის დამატენიანებელი კრემი. ამისი სხვადასხვა ვერსიები აქვთ, აქვთ ბალმი, კრემი, ლოსიონი, ჩემი არის კრემი. არის დასავლური ბაზრისთვის მეგონი ცოტა სხვა პროდუქტიც აქვთ, თუ ამერიკული ბაზრისთვის მხოლოდ, ანუ თუ კორეიდან უკვეთავთ ან კორეული საიტებიდან, მე მგონი შეფუთა ცოტა სხვანაირია, არ ვიცი, იმიტომ რომ რაღაცას განსხვავებული შეფუთებიც მინახავს და ის მგონი უფრო ამერიკულ საიტებს აქვთ. მოკლედ, ეს არის 30 მილiliტრიანი შეფუთვა, ამისი დიდი შეფუთვებიც აქვთ. ზამთარი თითქმის გადასული იყო უკვე, ამიტომ დიდი შეფუთვის შეძენა არ მინდოდა და მეთქი მოდი თან გავტესტავ, პირველად ყიდულობდი, როცა შედავთ რომ პატარა ზომის შეფუთვები არის ხალხმოსაწვდომი ყოველთვის დიდი სიამოვნებით. ყიდულობ, იმიტომ რომ იმდენ პროდუქტს ვტესტავ. აი ეს იყო ნამდვილად ისეთი დამატენიანებელი, როგორც მე მიყვარს მშრალ კანზე და უფრო ცივ დღეებში და საღამოს რუტინაში განსაკუთრებით. აი კარგი რა იყო იცით რომ ვაზელინის ტექსტურა არ ქონდა მიუხედავად იმისა რომ არაჩვეულებრივი rich ტექსტურის დამატენიანებლის ეფექტს და შეგრძნებას გიტოვებდა კანზე. ანუ კარგად დატენიანებული კანის. აი კარგად შევსებული დატენიანებული კანის ბარიერი, რომელიც იცი რომ არ გაღიზიანდება სიცივეში, არ გამოშრება. აი ძალიან კარგად გაკეთებული ბაზისური დამატენიანებელი. აქ ძირითადად გვაქვს კერამიდების კომპლექსი. მე ამ ბრენდს ვეძახი CeraVe-ს კორეულ ვერსიას. უფრო გაუმჯობესებული, ერთი საფეხურით უფრო ზემოთ, უფრო საინტერესო ინგრედიენტებით, უფრო საინტერესო ტექსტურებით. მოკლედ, აი კორეული ინოვაცია რო ჩავთოთ CeraVe-ს, აი ამ საფთიაქო და დერმატოლოგიური ბრენდი და ეს, აი ეგ რო გადავიტანოთ კორეულ ლაბორატორიაში. აი ეგ არის ჩემთვის ეს ბრენდი. თუ CeraVe-ს მომხმარებელი ხართ და ცოტა მოგბეზდათ და ცოტა რაღაცა სხვა გინდათ, მაგრამ იგივე ხარისხით და იგივე ეფექტით და დაახლოებით მსგავსი ინგრედიენტებით, კორეული ბაზრიდან ოსტერა არაჩვეულებრივი არჩევანია. მე ძალიან მომეწონა ეს დამატენიანებელი და სიამოვნებით შევხედავ ამ წლის ცივი სეზონისთვის, ზამთრის სეზონისთვის კიდევ რა შეიძლება რომ ავარჩიო ამ ბრენდისგან. ზაფხულის სეზონის დამატენიანებელი ნამდვილად არ არის, მაგრამ ცივ სეზონზე დიდი სიამოვნებით კიდე გადავხედავ რა შეიძლება რომ დავტესტო ამ ბრენდისგან. ძალიან სასიამოვნო გლოუს გიტოვებთ. ოდნავ თითქოს და აი ბალმი რო ზეთად იშლება. აი დაახლოებით ოდნავ ეგეთ შეგრძნებით და ეფექტით ჯდება კანზე, რო გაშლით კრემს სახეზე და კანზე. მე მშრალ კანზე წამომეწონა, თვალების გარშემოც დიდი სიამოვნებით ვიყენებდი, რეტინალის ზემოდან კიდევ ოდნავ თუ სიმშრალის შეგრძნება მიჩნდებოდა კანზე. აი ძალიან სასიამოვნო იყო, მოგეთ. მწვანე და 100%-იანი რეკომენდაცია ჩემგან. მზის განდამცავს რაც შეეხება, COSRX-ის ყოველდღიური მზის განდამცავი ultra light მზის განდამცავი გამოფცალე, ეს არის witch hazel-ის aloe vera და hyaluronis მჟავით მზის განდამცავი, SPF 50+, PA 4+, 50 მილiliტრიანი შეფუთვა, რომელსაც გახსნა 12 თვე აქვს. და შრატის ტექსტურის ძალიან თხელი, ძალიან მსუბუქი, მაშინვე ქარება სახეზე როგორც კი დაიტანთ კანზე, მაკიაჟის ქვეშ არის ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებელი. კოსმეტიკურად ძალიან ელეგანტურად დამზადებული მზის განდამცავია. რეალურად ნებისმიერი კანისტებისთვის შემიძლია გავუწიო რეკომენდაცია. თუ უფრო ძლიერად მშრალი კანი გაქვთ და ფიქრობთ, რომ ქვეშ დამატენიანებელი მაინც გჭირდებათ, რა პრობლემაა? მზის განდამცავის პირველი ფუნქცია კანის დატენიანება მაინც არ არის, არამედ დაცვა. თქვენი დამატენიანებელი გამოიყენეთ ქვეშ და შემდეგ ეს ზემოდან. უპრობლემოდ ტარდება უფრო თხელ დამატენიანებლებზე, უფრო სქელ დამატენიანებლებზე, არანაირი პრობლემა არ აქვს. ან თუ უფრო ძლიერად ცხიმიანი კანი გაქვთ და
რაღაცა ესეთ მსუბუქ და კოსმეტიკურად ძალიან ლამაზად გაკეთებულ მზისგან დამცავს ეძებთ, რაც თქვათ ყოველდღურად მაკიაჟის მატარებელი ხართ და რაღაცა ესეთი გინდათ, რომ თქვათ, აი თეთრი კვალის გარეშე და არა იქერცლება და მაკიაჟს არ გააფუჭებს და ასე შემდეგ. მაგისთვისაც არაჩვეულებრივი არჩევანია და დამატენიანებელსაც ჩაგინაცვლებთ რეალურად დილის რუტინაში. მე გააჩნია ეხლა გაზაფხულზე ძირთად, აი ხან 14 გრადუსია, ხან 24, რას გაიგებ. ამიტომ დამატენიანებლის ზემოდანაც გამიტესტავს, დამატენიანებლის გარშეც გამიტესტავს. ორივე შემთხვევაში ძალიან მომეწონა. ამის იმარაგებით შემდეგ კვირაში შეგვეცებათ თამთასთან, თუ იმას გაინტერესებთ. გირჩევთ ნამდვილად, როგორც გითხარით, კანის ტიპს უშუალოდ ვერ დავასახელებ. ან დამატენიანებლით, ან დამატენებლის გარშე ნებისმიერი კანის ტიპს შეგიძლიათ მოვარგოთ. ინგრედიენტებს რაც შეეხება, მძიმე არაფერი არ არის შიგნით, ძალიან მსუბუქი შრატის ტექსტურა აქვს, ამიტომ ფორებზე, პრობლემურ კანზე, აკნეზე არ იდარდოთ, ასეთ რაღაცებსაც თავისუფლად შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ. ეს ჯერჯერობით გამოცლილი არ არის, მაგრამ ვახსენებ მაინც დიდი სიამოვნებით. ეს არის ისეთი დღეებისთვის, როცა უფრო ფიზიკურად აქტიური ხართ, მთელი დღე მზეზე ხართ, სანაპიროზე ხართ, აუზზე ხართ და რაღაცა უფრო აი წყალგამძლე, ოფლგამძლე, ცხიმგამძლე გჭირდებათ. მაგისთვის პურიტოს აუზდო ამზისგან დამცავს გირჩევთ. ესეც SPF 50+-ია, ესეც PA4+, ეს 60 მლ-იანი, ამაზე ოდნავ უფრო დიდია. ამას უფრო კრემოვანი ტექსტურა აქვს, ეს უფრო აი ჯდება კანზე, ესე შრატივით, აი თითქოს შრატი ჩამოგეღვენთ ასაღაზე. ეგეთი თემა არ არის, იმიტომ რომ ეს წყალ და ოფლგამძლე უნდა იყოს და შესაბამისად აქ ოდნავ უფრო განსხვავებული ტექსტურა გვაქვს, მაგრამ თეთრი კვალის გარეშეა ესეც, მთლიანად ახალი თაობის ქიმიური ფილტრებით არის ესეც სწრაფად შეიწოვება რეალურად, ისე სწრაფად როგორც ეს ამას ოდნავ, როცა საკმარისი რაოდენობისას ისმევ, ხა ორი წვეთი ყველაფერი გარდა შეიწოვება კანზე. საკმარისი რაოდენობისას როგორც ისმევ, ეს როცა აი აქ ქონდა რამოდენიმე დღე ახლა ივნისის თვეში 32-33 გრადუსზე წავედით და აი ეგეთ დღეებში სამსახურში წასვლის წინ ეს იყო SPF, რომელსაც ვიყენებდი, იმიტომ რომ ვიცოდი რომ აი ეგეთ დღეებში რაღაცა უფრო ძლიერი მჭირდებოდა. ეხა შემდეგი ფავორიტების ვიდეო ალბათ სადღაც აგვისტოს ბოლოს მეკნება, ამიტომ რადგან ეს უფრო ამ სეზონისთვის მზისგან დამცავია, მინდოდა რომ ესეც მეხსენებინა, ამის იმარაგებიც შეგვეცება შემდეგ კვირაში იქნება თამთასთან ცოტა საყურიერო მომსახურების გრაფიკი შეგვეცვლება ივლისი-აგვისტოს თვეში ამ ზაფხულში თამთას ახალი სამსახურიდან გამომდინარე თამთასთან გრაფიკი შეიცვალა სიტუაცია შეიცვალა მე როგორც იქ არა ვარ თამთაც იშვიათად იქნება ახლა თბილისში ამიტომ მოკეთ კვირაში ორი დღე გვექნება ახლა იქ მხოლოდ ჩაბარების გრაფიკი თუმცა ვაგრძელებთ ზაფხულის სეზონზეც მუშაობას შემდეგ შევხედავთ სავარაუდოდ რაღაცები შეიცვლება ჩვენთანაც სექტემბრიდან მაგაზე ცალკე გესაუბრებით მაგრამ სავარაუდოდ იქეთაც ცვლილებები გვექნება ჯერჯერობით ზუსტად დარწმუნებული არ ვარ მაგრამ ამ წუთას ცვლილება ის იქნება რომ კვირაში ორი დღე იქნება მხოლოდ ჩაბარების ივლისი-აგვისტოს თვეში მოკლედ დავუბრუნდით პროდუქტებს ეს მინდოდა მეხსენებინა იმიტომ რომ შემდეგი ფავორიტების ვიდეო ალბათ ზაფხულის ბოლოს მექნება და ეგ მზისგან დამცავი ამ სეზონისთვის არის ზუსტად იდეალური რა თქმა უნდა მწვანე რა თქმა უნდა რეკომენდაცია ძალიან სასიამოვნო მზისგან დამცავი ოკეი სხეულისთვის მაქვს Nivea-ს Repair Care ხაზიდან ამ ხაზის მეგონი ყველაფერი ნანა მეგონი ყველა პროდუქტი გავტესტე წინა და იმის წინა ფავორიტების ვიდეოებშიც Nivea-ს სხეულის პროდუქტები მქონდა მე მგონი ეს არის 10% გლიცერინი პანთენოლი და ნიაცინამიდი ეს არის 250 მლ-იანი შეფუთვა გახსნიდან 12 თვე აქვს და ფამფის თავსახურით ეს ოდნავ უფრო საშუალო ტექსტურის არის ლოსიონი აწერია მაგრამ ძალიან თხელი ესეც არ არის წინა ფავორიტების ან იმის წინა ფავორიტების ვიდეოში მქონდა ეს თავსახურიანი შეფუთვით ის სკეილ კრემია, ეს რიჩ კრემია, ის ზამთრისთვის ძალიან კარგი იყო. ეს ახლა ამ გარდამავალ სეზონზე ბევრად პროცესიამოვნო გამოსაყენებელი იყო. ფამფი რო კონდეს იმ წინა მაგრამ ის ისეთი სკეილია, ეგ ფამფის თავსახური ალბათ არ გამონახული პროდუქტი ჩერჩევაში ნახა. მოგეთ, ეს ჰიგიენურად უფრო კარგი გამოსაყენებელი იყო და უფრო მარტივი გამოსაყენებელი, თქვა ოჯახში თუ რამოდენიმე გამოიყენებთ. მაგისთვის უფრო მოსახერხებელი ამბავი იქნება. მომეწონა. ამ ხაზიდან ყველაფერი მომწონს. ურია იქნება, გლიცერინი იქნება, ვიტამინი იქნება, ეს ყველაფერი რაც გავტესტე ამ ხაზიდან Nivea-ს სხეულის მოვლის პროდუქტებიდან ყველაფერი მომეწონა და ეს პროდუქტიც არ ყოფილა გამონაკლისი სასიამოვნო ლოსიონია ვისაც მშრალი კანი გაქვთ ამ ზაფხულის სეზონზე შემიძლია გირჩიოთ მაგრამ გაზაფხულის შემოდგომის სეზონის სხეულის ლოსიონს უფრო დავაქმევდი კარგად ატენიანებს არ იწებება ამ და დაელოდოთ რომ გაშრეს რომ ტანსაცმლის ჩაცმა შეძლოთ არ აყვითლებს არაფერს მოგეთ როგორც ველოდებოდი მესამე პროდუქტია ამ ხაზიდან რასაც ვტესტავდა იგივე არაჩვეულებრივი ხარისხი რაც წინა პროდუქტებს ჰქონდათ. ეს არ არის გამოცლილი, მაგრამ სეზონის პროდუქტი უფრო არის, ამიტომ მინდა რომ ვახსენოთ დღევანდელ ვიდეოში ეს ბალიასგან არის. ეხლა უსმინეთ. Creme Oil Body Lotion. კრემი, ზეთი და ყველაფერი აწერია. ყველაფერი ჩიკია. ეს მე რატო ვიყენებ? ძალიან სასიამოვნო glow აქვს და ძალიან სასიამოვნო სონი. სხეულის სპრეისთვის
პარფიუმისთვის ძალიან კარგ ბაზისს ქმნის. და პლუს ძალიან სასიამოვნო გლოუს გაძლევთ. ავტორუჩს ვინც გამოიყენებთ ახლა ამ სეზონზე, ზემოდან გლოუ ეფექტისთვის არაჩვეულებრივი პროდუქტია, პლუს ძალიან სასიამოვნო სუნით. ეხა ეს მანდელის ნუშის და მარულას ზეთების არომატით არის. მაგრამ ვანილი აქვთ, ალუბალი აქვთ მე მგონი, საზამთრო ვნახე კიდე ეხა ლიმიტირებული გამოშვება აქვთ ამ სეზონისთვის საზამთროს არომატი. ის ძალიან ბავშვური იყო, ის ძალიან გოგოშკური იყო. ეს თუ გინდათ რა თინეიჯერი გოგო ბიჭები თუ ყავთ სახლში და რაღაცა ეგეთი შეგიძლიათ გინდათ რა ჩქოთ, იმათ გაახარეთ, მე ვფიქრობ ჩემთვის მე მივხვდი რომ ჩემი პარფიუმებს იცით რომ მე ასაკს არ ვაძლევ, მაგრამ მე თვითონ ჩემს თავზე ვიგრძნო ეგ საზამთროს არომატი ჩემი ასაკის კატეგორიის სასტავისთვის არ შეუქმნია ბალი. საკმაოდ მძაფრი სუნი აქვს. დატენიანებას რაც შეეხება, ანუ ხშირად ესეთი სუნის ლოსიონები დატენიანებას ნაკლებად იძლევიან. ამ სუნის ლოსიონების ქვეშ მე ჩემი ძირითადი დამატენიანება ჯერ მჭირდება, ეშება ხელებზე, დეკოლტეზე, აი პარფიუმს სადაც მივიყურებ, სხეულის სპრეის სადაც მივიყურებ, იქ გადავისვა სუნისთვის და აი პარფიუმის ბაზისად, გლოუსთვის. ამას სხვათა შორის ჰიდრაციაც აქვს. და არაჩვეულებრივი სუნი და არაჩვეულებრივი გლოუს. ანუ ის თემა არ არის, რომ ძალიან აშრობდეს განს, იმიტომ რომ ეს სუნი რო შეინარჩუნო, ხშირად ალკოჰოლს იყენებენ ხოლმე. ეს ალკოჰოლი მე დატენიანებას და ჰიდრაციას აცლის ხოლმე. მოკლედ, სერიოზული დილემაა. 2 ევროიანი თუ 3 ევროიანი, რამდენი 200 მილiliტრიანი ლოსიონისთვის საკმაოდ კარგად აქვს გადაჭრილი ეგამბავი ბალიას და მე ვფიქრობ, რომ ზეთები აქვს 40% ზეთები აწერია ზეთ და ანუ კომპლექს ხოლმე ზეთების და მე ვფიქრობ, რომ ზეთებით მოაგვარეს ეგამბავი. როგორც გითხარით უფრო ზეთოვანი, ანუ ხელები იწყებს ბზინვარებას. სხეულზე რო გადაისმევთ ამას, მე ხელის გულები იწყებს ამას შეხედეთ. ასე გიგონება რომ ზეთი წაისვი ხელზე. საკმაოდ ძლიერი გლოუ აქვს. მოკლედ, არჩიეთ სუნიდან გამომდინარე თუ რაღაცას ეძებთ ეხა თქვენი ზაფხულის პარფიუმის ბაზისად, თქვენი სხეულის სპრეის ბაზისად, არც სხეულის სპრეიში და პარფიუმში გადაიხარეთ უფრო მეტი და სხეულის არომატად, ლოსიონ არომატად უფრო ბიუჯეტური რაღაცების გამოგარდგებათ, იმიტომ რომ საკმაოდ კარგ არომატებზე აქვთ არჩევანი და ჰიდრაციის და გლოუს მხრივაც ძალიან კარგი პროდუქტი იყო. და შემდეგ შეგიძლიათ სხეულის სპრეი გადაატაროთ ზემოდან, ინისხვის რო სხეულის და თმის სპრეი პარფიუმი ქონათ იცოდით. Instagram stories-ზე გაჩვენეთ მგონი ერთხელ ხო? იმას რო ისმევთ ხელის ეს რეალაც ეხება გახსენ. ანუ იმაში სერიოზული რაოდენობის ზეთები აქვს ჩამატებული. ეს არის pink coral, უფრო ესეთი ზაფხულის სუბუქი სასიამოვნო სპრეი არომატია. ეს შარშანდელი სეზონიდან მაქვს შემორჩენილი, ბევრი აღარ არის შეგნით, მაგრამ ამასთან ერთად კომბინაციაში საკმაოდ ხანგრძლივ, ანუ სხეულის პარფიუმი, რასაც შეიძლება რომ გაძლევდეს, კომბინაციაში საკმაოდ აძლიერებენ. ერთმანეთსაც ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებელი იყო ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, იქამდე აქ ქონდა ახლა ჩვენი სეზონი, რომ სხეულის პარფიუმი არა ისინი. ქოლგა და საწვიმარი. მაგრამ ეს წინა სეზონიდან მაქვს შემორჩენილი, ესენი როგორც ვიცი ახლა განაახლეს და სხვა შეფუთვებით აქვთ. თუ სწორად ვიცი, აღარ გადამიმოწმები ამართლებით, მაგრამ 4 სხვადასხვა არომატი აქვთ. ეს სტაილვანადან მაქვს, მე მგონი. მოკლედ, თუ სტაილვანანი ეს სტაილის მომხმარებელი ხართ, გადაამოწმეთ ინისხვის პარფიუმის სპრეებით, შეიძლება თქვენთვისაც ნახოთ რაღაცა. მე თითქმის გამოცვალი შეფუთვა როგორც ხედავთ სასიამოვნო გამოსაყენებელი იყო შარშან სეზონზე და ეხა გამოუცლის ანამ რაღაცა ახალს ვიყიდი. კარგით, მეგობრებო, დღევანდელი ვიდეოსთვის სულ ეს იყო. სიამოვნებდი გამიზიარეთ კომენტარებში თქვენი ფავორიტი პროდუქტი რა იყო ბოლო თვეების განმავლობაში, ან რა შეიძინეთ და არ გავუწევთ რეკომენდაციას და გავფრთხილებთ კომუნიტის რომ არ გადაიხადოთ თანხა. ეგეთ სიამოვნებდი გაგვიზიარეთ. თუ სხვა ფავორიტების ვიდეოები გაინტერესებთ, პლეილისტს აგიტოვებთ ვიდეოს ბოლოს. ერთ ვიდეოს YouTube-ის ალგორითმით შეერჩევს თქვენს ნახვებზე დაყრდნობით და თუ დრო გაქვთ სიამოვნებდი გააგრძელეთ ყურება. არ დაგავსწრებთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს არხს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღესთვის კიდევ სულ ეს იყო, დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. Ciao!